მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდა ფიზიკაში 2022 წელი, ამოცანა ნომერი 27. ცილინდრულ ჭურჭელში ჩასმულია წყალი, როგორც ნახატზე გვაქვს მოცემული, წყალს ათბობენ 0 გრადუსი ცელსიუსიდან 40 გრადუს ცელსიუსამდე და მოგითხებიან როგორ იცვლება წნევა ჭურჭლის ფსკერზეო. აგრეთვე უგულებელყავით წყლის აორთქლება და ჭურჭლის გაფართოებაო. მაგით შევხედოთ ახლა ჩვენ ამ სურათს. ხო, ახლა წყალი გვაქვს ჭურჭელში ჩასმული, ხო? ერთადერთი რაც აწარმოებს ფსკერზე წნევას, ეს არის სიმძიმის ძალა. პირობითად თუ ავიღებთ სიმძიმის ცენტრს, აი ამ წერტილში, ეს იქნება mg სიმძიმის ძალა, mg სიმძიმის ძალა. ხოლო წნევა p ტოლი არის სიმძიმის ძალის მიერ ნაწარმოები წნევა ფართზე, ტოლი იქნება p mg შეფარდებული s-თან. ახლა გვეუბნებიან რომ წყალი არ ორთქლდებაო, შესაბამისად მასა არ გვეცვლება წყლის. წყალი ჭურჭელის არ ფართოვდებაო, შესაბამისად ძირის ფართობი არ გვეცვლება. მაგრამ ჩვენ ვაცლობთ, ხო? შეიძლება კაცმა იფიქროს, რომ თუ გავათბეთ, მაშინ გარკვეული სიმაღლე გაიზრდება, ხო? სიმაღლე მოემატება. და მეორე ფორმულას თუ გავითვალისწინებთ, ეს როჟე h. ნუ შეიძლება ვიფიქროთ, რომ h-ი თუ შეიცვალა, მაშინ წნევაც უნდა შეიცვალოსო, მაგრამ საქმე ისაა, რომ სიმაღლე თუ მოემატა, მაშინ სიმკვრივე შემცირებულა. და სწორედ აი როს შემცირდა და h-ი გაიზარდა, ამათი ნამრავლი მაინც უცვლელი რჩება. რადგანაც ერთადერთი წნევის განმარტებიდან ეს არის ფართის ერთეულზე ნაწარმოები წნევა, ეს არის ამ ფართის ერთეულზე მოსული ძალა, ხო? შესაბამისად ეს ფორმულა მსჯელობისთვის არ გამოგვადგება. ნუ გამოგვადგება იმ გაგებით, რომ შეიძლება აქაც ვიმსჯელოთ იმ გაგებით, რომ სიმაღლე მოიმატა, სიმკვრივე მოიკლო, მაგრამ მაგათი ნამრავლი უნდა დარჩეს უცვლელი. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვეუბნებიან, რომ წყალი არც ორთქლებაო და არც ჭურჭელიც არ ფართოვდებაო, მასა არ შეგვეცვლება, ფართობი არ შეგვეცვლება, ჟ-ც უცვლელია, შესაბამისად წნევა არ შეგვეცვლება. ამიტომ პასუხი იქნება e.